ჩვენ ამ ფილმის ჩვენებით ვამბობთ იმას, რომ როგორც აფხაზეთი და ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ასევე არის კოსოვოც სერბეთის განუყოფელი ნაწილი. და თვითონ აი ამ დეზინტეგრაციის პროცესს, როგორც არის აი ცნობა სახელმწიფოების და წაგლეჯვა სახელმწიფოებისთვის ტერიტორიების, სწორედ კოსოვოს პრეცედენტმა დაუდო საფუძველი. ეს არის იუგოსლავიის დაბომბვა და ამ დაბომბვის შედეგები 99 წელს ნატომ როდესაც განახორციელა აგრესია სუვერენული სახელმწიფო იუგოსლავიის წინააღმდეგ და ამით თავდაყირა დააყენა საერთაშორისო სამართალი. არც გაეროს დაეკითხნენ, არც სხვა სტრუქტურებს და აქედან დაიწყო ძალიან ბევრი უბედურება მსოფლიოში. შემდეგ იყო ერაყი, ავღანეთი, ეს ფერადი რევოლუციები, საქართველოს გახლეჩა დანაწევრება და ასე შემდეგ. ნატო არის ერთადერთი საფრთხე, რომ საქართველოს დანაწევრება გაგრძელდეს. ეს გამოჩნდა ყირიმშიც, უკრაინაშიც და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს არ დაუშვა და საქართველო გადარჩეს. სამართლიანობის საფუძველი არის ღვთის სიტყვა და რა ადამიანების კერძო აზრები. ნატო რა არის? თვითონ რთული მოვლენაა. სამხედროც არის, პოლიტიკურიც არის. ამაზე მსჯელობა მარტივად ფერდება. თვითონ საფრთხე მართლმადიდებლობისა მოდის ისე როიდან კაინმა აბელი რომ მოკლა, იმ დროიდან მოდის საფრთხე მართლმადიდებლობისა. ასე ვთქვათ. და მთელი ისტორიის მანძილზე ბრძოლა რომ მიდის ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ეს არ არის ახალი აღმოჩენა. მაგრამ ჭეშმარიტებას უფალი იცავს ამ ქვეყანაზე და განწირულია ბრძოლა ჭეშმარიტების წინააღმდეგ. არა, ადამიანი უნდა გადაწყვიტოს, იყოს ჭეშმარიტ ხარისხი თუ არ იყოს. ისი წამსვლელი, მოდით რა ეს რაოდენობა. რა გინდა? აქ სამწუხაროდ მაგრამ საბედნიეროდ სულ რამდენიმე ერთეული ეთნიკურად ქართველი დაუბანელი ბინძური ტიტუშკა რუსების FSB-ს აგენტები და ნასეტკები შეიკრიბნენ იმისთვის რომ მხარი დაუჭირონ პუტინს, იმისთვის რომ დაგმონ ნატო, დაგმონ ცივილიზებული სამყარო და მხარი დაუჭირონ იმ სანაგვეს, იმ ნაგავს, რასაც დიდი რუსეთი ქვია, რასაც ერთმორწმუნე რუსეთი ქვია. ჩვენ მოვედით იმისთვის რომ გავაპროტესტოთ მათი არსებობა საქართველოში, ამ ეთნიკურად ქართველების არსებობა საქართველოში, მათი ბოგინი და ხელი შეუშალოთ FSB-ს და პუტინს რომ საქართველოში ვერ მოიკიდოს ფეხი ამ ნაძირლების შანტრაბა. ამაზერზენი უზნეოდა სასირცხო საქმეა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ გაუპროტესტებიათ არასდროს, არც ისაც რუსეთმა ჩაიდინა სამაჩაბლოში და აფხაზეთში, არც დაბომბილი გოური გაუპროტესტებიათ, არც ის გაუპროტესტებიათ თუ რას უცოცხალ როგორ მარხავდნენ ბავშვებს და ქალებს ჩეჩნეთში რუსები, არ გაუპროტესტებიათ არასდროს არაფერი მსგავსი. ისინი დღეს მოდიან აპროტესტებენ ნატოს ჯარების ქმედებას იუგოსლავიაში. ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკებში და მართლა დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობა მართლა არ იცის რამდენი ქვეყანად დაიშალა იუგოსლავია, საერთოდ საბდებარეობს მათი ისტორია, როგორ მოხდა მათი გაერთიანება, როგორ მოხდა მათი დასვლა, ან ვინ იყო მილოშევიჩი, ან საერთოდ რა ხდებოდა იმ მიწაზე, რატო ჩაერია ნატოს ჯარები ამ ყველაფერში არც ეს არ იციან. ესენი არ მალავენ თავიანთ წამს, თავიანთ ვინაობას, ყველაფერს ღიად აკეთებენ. ამიტომ კეთილინებელს მთავრობამ სპეცსამსახურებმა, ვისაც უშუალოდ ევალება ასეთ საქმიანობის განხორციელება ამათ წინააღმდეგ, აღასრულონ თავიანთი ფუნქციები და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მეხუთე კოლონას დაესვას წერტილი და ჩვენი ეს გაჟღერებული კურსი დასავლეთისკენ ევროატლანტიკურ სივრცეში ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისკენ იყოს გარანტირებული. ვინაიდან არ ვარ მე საზოგადოების ცნობილი პიროვნება, კანონის სრული დაცვით კონსპირაციულად შევიპარე ამ მოღალატების ყრილობაზე, სადაც აპირებენ პროპაგანდისტული FSB-ს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებას. ბუნებრივია ამას როგორც ქართველი ადამიანი არ შევეგუებოდი და გამოვედი სიტყვით.
და მაგათთან ნდობა შესვლის მიზნით ვილაპარაკე პრორუსული ტექსტი და ბოლოს დარბაზში მსხომ საზოგადოებას უთხარი რომ აბა მოდით წამოვიდგეთ საქართველოს რუსეთთან ომში დაღუპულ რუს გმირებს, ანუ იგივე ოკუპანტებს. და ნახევარ დარბაზზე მეტი ჩემ და გასაკვირად ფეხზე წამოდგა, რაც შემდეგაც უთხარით ბატონებო თქვენ გაიშიფრეთ, თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები. და მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და როგორც საქართველოს პატრიოტი ვიმედოვნებ რომ ადრე თუ გვიან საქართველო გაიწმინდება ამ მოღალატეებისაგან და კოლაბორაციონისტებისგან და მეხუთე კოლონისგან. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა